თბილისის სიმფონიური ორკესტრი და მოწვეული პიანისტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საკონცერტო სამზადის სიახლოვე მსმენელი მრავალფეროვან რეპერტუარს მოისმენს. შესრულდება რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები და შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი. აღზრდება სტრავინსკისა და რაველის ნაწარმოებებიც. პიანისტი მამიკო ნახაპეტოვი შოპენის პირველ საფორტეპიანო კონცერტს პირველად შეასრულებს. ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კიდევ ერთი კონცერტისთვის ემზადებიან. ორგანყოფილებიანი მუსიკალური საღამოს პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია. ხვალ 14 თებერვალს ჩვენ გვაქვს კონცერტი, რომლის პროგრამაშიც არის სტრავინსკის პირველი სიმფონია, რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება. და ჩვენ ეს გვაქვს რეპერტუარში. რაველის, დაფნისა და ქლოეს მეორე სუიტა, რომელიც პირიქით ძალიან ხშირად სრულდება და ესეც გვაქვს ჩვენ რეპერტუარში და შოპენის პირველი კონცერტი, რომელიც ასევე ხშირად სრულდება, მაგრამ მთელი პეწი იმაში არის, რომ სხვადასხვა სოლისტები რო უკრავენ, ეს უკვე სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, სხვადასხვა ვარიანტებია. ყოველი კონცერტი, თითეული მოწვეული მუსიკოსის მონაწილეობით განსხვავებული და ინდივიდუალურია. როგორც თავად მუსიკოსებიც აღნიშნავენ, თითეული სოლისტის ინდივიდუალიზმი და შესრულების მანერა მეტად განსხვავებულს ხდის როგორც კონცერტს, ასევე შერჩეულ პროგრამასაც. ხვალინდელ კონცერტზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად მსმენელის წინაშე მოწვეული პიანისტი მამიკო ნახაპეტოვი წარსდგება. ამ კონცერტის შესახებ მე გავიგი ნოემბერში ბატონმა ვახტანგ კახიძემ შემომთავაზა რომ დამეკრას შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი. არასდროს არ დამეკრავს, ეს არის ჩემი პირველი შესრულება. საკმაოდ ნერვიულობ, იმიტომ რომ შოპენის შესრულება ჩემთვის პირადად იყო ყოველთვის საკმაოდ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ეს ძალიან ფილიგრანული ტექნიკა, მუსიკალურობა, ფრაზირება, ასე შემდეგ. მაგრამ, ნახოთ, მეორე კონცერტი მაქვს უკვე დაკრული რამოდენიმე ჯარხულო პირველს ვუკრავ ხვალ პირველად. 20 წელია გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა თბილისში ხშირად უკრავს, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულია პიანისტისთვის ხვალინდელი საღამოც, რომელსაც როგორც ამბობს, მშობლიურ ორკესტრთან გამართავს. ერთ კვირაში კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კამერული და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან უკრავ ფაქტიურად ბავშვობიდან, უკვე 1999 წლიდან უკრავ. საკმაოდ რეგულარულად, ბოლო წლებში საერთოდ ყოველ წელიწადში ერთხელ დავუკარი ამ ორკესტრთან ერთად. განსაკუთრებული ემოციები მაქვს, ახლავს ამას ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მშობლიური ორკესტრი, ასე ვთქვათ. მე ფაქტიურად ყველა ორკესტრის მუსიკოს ვიცნობ პირადად და ესეთი დიდი სიყვარული, სიმპათია ჩვენ ერთმანეთისადმი გვაქვს და კი, ეს ძალიან განსაკუთრებული მოვლენაა ყოველთვის ჩემთვის ამ დარბაზში გამოსვლა. სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში ხვალ გაიმართება.